ეხლა თარგამაძე თარგამაძე და ესა ხო? მეორადი ისა რა ქვია, second hand-ის პოლიტიკოსები ხო? ის რომ იმეზე რამე სიტყვის საერთოდ. ხო, ეს ძალიან მაგარია. გაუშვეთ ერთი, ეს უტიფრობის ისინი არიან რა. დღეს ჟურნალისტები, ხვალ პოლიტიკოსები, მერე ისე ჟურნალისტები, მერე ისე პოლიტიკოსები, მერე რაღაც ღალატი, მერე ისე პოლიტიკოსები, მერე ჟურნალისტები, მერე ღალატი, მერე პოლიტიკოსები, მერე ჟურნალისტები. აი ესე ცხოვრობს 30 წელია, 35. კი. წარმოიდგინე რა. ეტალონი არის, მე რო ხო სიმბოლო ღალატის. უშუალოდ არის აი ეს რა. წარმოიდგინე და ამან გამოაცხადა პირველად როგორ მახსოვს სანდრო გირგულიანის ამბავი. დროებაში. წარმოიდგინე რა. იმ ყველაფრის მერე აი ეს ყველაფერი რა. იმ ყველაფრის მერე ეს ყველაფერი რა. აი როგორ გადათელა თავისი თავი. არა და როგორ უყვარდა ხალხს, როგორ პატივსცემდა. გიორგი თარგამაძე იყო რა. მე ზით პატივსცემდი. მე ზით პატივსცემდი, მაგრამ აი ის ასლანის ის მოვისმინე, მე ეს ბადრის ამბები რომ მოვისმინე. მე იმედის ამბები რომ აი ფუფ რა. აი გაუშვა და ბოლო იყო კულმინაცია, აი ხო ვამბობ რა, ის არასოდეს არ დამოვიწყდება, მართლა ვამბობ, რომ ფორმულაზე რომ გავიდა ეთერში მეორე გადაცემა ქონდა ეს დროებაში და მიშა ჩართო და ის იქიდან როგორ მიხარია ეთერში რომ ხედავ. აი ეგ იყო მაგის წარმოიდგინე ეგ იყო ადამიანი იმედში რომ შევარდნენ ეგ ბოლოს იჯდა ეთერში. ხო გახსოვს? კი და აუტრიალეს ბოლოს კამერა. და აუტრიალ ესე იგი მან უკვე გაიაცდებული ქონდა. მან უკვე იცოდა რასაც აკეთებდა რა. ხო არა. მაგას ხერი არ ახლეს ვაფშე არ გახსოვს გაიყვანეს შეულებრივად და მე ოპოზიციური პარტია გააკეთებინეს. ხო ქალები ჩაწიხლეს ყველაფერი. მე ოპოზიციური პარტია გააკეთებინეს. ეგრევე. ეგ არის, აი თელი მაგის ვირთხობა ეგ არის რა. იმიტომ აქ ეგ ტიპი რა. აი ყველაზე საშინელი ტიპი რა. რო შეხედავდა ვითომ ის რო არის. ზდილობიანი, ინტელექტუალი. ფუფ. აი, დავში გაუშვოთ აბა. ხოჭებს კაი სიტყვა იხმარეთ. ქართულად მეორადი მოხმარების პოლიტიკოსები შეგვიძლია უწოდოთ ამათ. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა კახეთში ამორჩეულთან შეხვედრას განაგრძობს პარტიის ლიდერები გურჯაანის მუსიკალურ სკოლაში ამორჩეულს 4 რაიონის გურჯაანის სიღნაღის დედოფლის წყაროს და საგარეჯოს მაჯორიტარი კანდიდატები წარუდგინეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ კი არჩევნებში გაიმარჯვებენ რეგიონში არსებულ პრობლემებს მოაგვარებენ აუცილებლად. მეორად პოლიტიკოსებზე ლაპარაკობდა თვითონ წარმოიდგინე და აი როგორ მეორადი კი არა ალბათ მეორასადია რა კაროჩი ტიპი რა. აზრ ხა მეორე და როზის იქ სალომე ზურაბიშვილის ძმასთან ერთად ქართველთან არ დაგავიწყდეს ქართველთან ხო და ისა რა ქვია სპირიდონ კედიას შვილიშვილთან და იმისი რა ქვია აი საბოლოო ჯამში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს რა ყველამ რომ ინტელექტუალობა აბსოლუტურად უფასურდება თუ შენში ადამიანი კვდება და რა ინტელექტუალი ясნია აყროლებულია ჩვეულებრივი ბერძენიშვილიც ინტელექტუალი სახეზე შეცვლილია ვერ ხედა რაღაც ეს ნორმალური სიმპათისტი ტიპი იყო და დამახინჯდა გაუბოროტა და გაგაბოროტებულია ვერ ესენი ვერატყობენ ამას რა სარკეში რო იყურებია ესე აკეთებდა გრეის პორტრეტები არის ეს სახებად სახეზე ყველაფერი